სახში ტელევიზორი გააქვთ. ბავშვი ზის და უყურებს რაღაცას. გონიათ რომ ეს ტელევიზორი თქვენს ბავშვზე ზრუნავს. ეს არის სტიქიური გარემო. ის თავისას საკეთებს, ვინც რაღაცას გადასცემს, იმას უჩვენებს ბავშვებს, რაც მას უნდა რომ უჩვენოს. და შეიძლება ბავშვიც ახვეს ამ სანახაობას. სტიქიური გარემო. სტიქიური გარემო ძალიან ზემოქმედებს აზრდაზე და ჩვენშიაც დარჩა სტიქიური გარემოს რაღაცა ნიშნები. ჩვენს გავიარეთ ეს სტადია, აი ეს სტიქიური გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ბავშვებზე. იმდადიც რომ თუ ამას ყურადღებას არ გაუწევთ, შეიძლება ბავშვი ხელიდან გაგვექცეს. აქედან ხდება სიგარეტების წევა, ნარკომანია, უზრდელობა, ცუწრეებში ბავშვის მოხვედრა და სხვა ამგვარი. პატარა ბავშვები ჯერ დაცულები არიან, მაგრამ ისინი ხო გაიზრდებიან და ისინიც გადიან სტიქიურ გარემოს და ექმნებათ ეგრეთ წოდებული განწყობა და ხომლი. განწყობა. აი რო შეხედა ბავშვმა რაღაცას, ვინ რას აკეთებს, არა? ჯერ ამას ვერ გააკეთებს თვითონ. ან იმ სიტყვას არ იხმარ ჯერ, ან ის არ მოექცევა, იმ უხეშობას არ ჩაიდენს ჯერ, მაგრამ ეს მასში როგორც მომავალი ქცევა აისახა. და როგორც კი შემთხვევა მიეცე მომავალ შეიძლება აი ჩემი სასახშიაც კი. აი იმ ხომლმა გაიღვიძოს და მოიქცე ისე როგორც არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ იქიდან გამომყვა.